აფხაზური ტელეგრამ არხის შედარებას აკეთებს საქართველოს მიერ ენერგეტიკის სფეროში მიღწეულ შედეგებსა და ოკუპირებული აფხაზეთის მდგომარეობას შორის. Როგორც სტატიაში ვკითხულობთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანას აქვს ამბიციები 2030 წლისთვის სრულად თვითკმარი გახდეს ენერგეტიკის კუთხით. 2012-2014 წლებში 66 ელექტროსადგური აშენდა 1255 მეგავატის სიმძლავრით. ჩვენთან კი რა არის? დამწვარ დახვრუკული ტრანსფორმატორები, განსწყვეტილი შეშელეთის ხაზი, მაინერები და კომერციული ტარიფი საჩუქრად რუსეთის ფედერაციისგან. იტყობინება აფხაზური ტელეგრამ არხი. ჩვენთან საუბარში ექსპერტ-ანალიტიკოსები ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსიას გვიზიარებენ. თუმცა აღნიშნავენ, რომ ამ ფაქტში უჩვეულო არაფერია. ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული სხვადასხვა თემების განხილვისას სწორება სწორედ საქართველოზე ხდება, თვლიან ქართველი ექსპერტები. ენერგოსისტემას აუცილებლად სჭირდება შენახვა, მოვლაპატრონობა, რეაბილიტაცია, პერიოდული განახლება. ამისთვის საკმაოდ დიდი თანხებია საჭირო, რომლებიც გადასახდელებიდან შემოდის, ელექტროენერგიის მოხმარების გადასახდელებიდან. სამწუხაროდ აფხაზეთში ეს მოსახლეობისთვის სამწუხაროდ არ ხდება. მეორე ფაქტორი არის და ყველაზე მნიშვნელოვანი ის, რომ ეს მთელი ენერგოსისტემა, რომელიც აწყობილი იყო თავის დროზე და აფხაზეთი პრაქტიკულად ენგურხესიდან მარაგდებოდა თავიდან ბოლომდე. დღეს ეს ასე არ არის. დიდი ნაწილი რუსეთიდან შემოედინება აფხაზეთში და უკვე კომერციულ ფასად ყიდის რუსეთი აფხაზეთს ამ ელექტროენერგიას და დამატებითი პოლიტიკური ბერკეტის სახითაც კი ჩამოაყალიბა ეს სისტემა იქ ზეწოლის განსახორციელებლად. ბოლო პერიოდში მით უმეტეს როცა ადარებენ სიტუაციას, თვალზე სოხუმ სიტუაციას თბილისში, ცხადია, ხა მანდ-მაინც კარგი შედარება არ გამოძდეს. იმიტომ რომ 30 წელიწადზე მეტია რაც დასრულდა ომი, რაც ისინი ტკბებიან მათ მიერ მოპოვებული ჭყალებში დამოუკიდებლობით, 30 წელიწადში რაღაც უნდა მოეხერხებიან, ფაქტია რომ ვერაფერი ვერ მოახერხეს.